სახელითა მამისათა, დadzისათა, დასულისა, წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მშვიდობა თქვენ და თქვენ სალს, ხვალ ეწყება მარხვა, ყველა მიცით და კიდევ ერთხელ მოვემზადოთ მარხვისთვის, პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები, რა თქმა უნდა, ამას და ასევე თქვენც მინდა რომ ეს თქვათ გთხოვოთ, გავიხსენოთ ის, რაც ვერ დავძლიეთ ჩვენ წინა აღდგომის მარხვაში, ხო და ვეცადოთ რომ ეხლა ამ მარხვაში, რომელიც კიდევ ერთხელ გვაძლევს უფალი, ესე ვთქვათ, შანსს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ჯვარი წერიათ ყველას დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ რეალობა ასე არის. უფალი გვაძლევს ჩვენ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ რაღაც გამოვსწორდეთ, დავინახოთ ჩვენი თავი, თუ რა ვარ ჩვენ სინამდვილეში და ვინ ვარ ჩვენ და ვეცადოთ მაინც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ შევეცდებით და მოვინდომებთ გულით, რომ დავძლევთ ესა თუ ის ცოდვა, ეწმუნეთ უფალი დაინახავს და დაგვეხმარება ამაში. ასევე მეგობრებო, დღეს იცით რომ არის მიტევების კვირა, შენდობის კვირა, მიუტევეთ ყველას, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ვთქვათ, მარხვაში ვერ შევალთ მარხვაში, ასე ვთქვათ, თუ ადამიანს ესე რაღაც გულში დაგვრჩება და არ მიუტევებთ, ხო? და თქვენც შენდობა თხოვეთ ადამიანებს და მიუტევეთ ასევე გულწრფელად, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვამერწმუნეთ, მოკლედ და ლაკონურად რომ ვთქვათ. დანარჩენი იცით თქვენ თვითონ. და ასევე ყოველთვის მარხვის პირველ კვირას იკითხება იცით თქვენ, ვინც არ იცით, აი მეუბნები რომ ანდრია კრიტელის დიდი კანონი და ძალიან მოკლედ მინდა რომ ვისაუბროთ ამასთან ამის შესახებ. მეგობრებო, ნახეთ, წმინდა მამა აბა დოროთემ კითხვაზე რატომ გლოვობენ წმინდანები, გამუდმებითო. ასეთი პასუხი გასცა, ნახეთ, წმინდანი ხო სინათლისკენ მავალი ადამიანია, ხო? ყოველთვის ის მიდის, სწრაფვა, ხო და რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდვებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას, ესე ვთქვათ, გლოვაში. ამავე აზრს გამოხატავს სინანულის კანონის პირველივე ფრაზებიც, ხო მეგობრებო? ვინა ვიწყომე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა, ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე გოდებისა ამის. და ამას წერდა მეგობრებო ანდრია კრიტელი, წმინდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება. მაინც რა ცოდვამ დაამძიმა იგი ასე. ვინ იყო ანდრია კრიტელი? მეგობრებო, წმინდა ანდრია მე-6 საუკუნის ეს მაგას დიდი მამა დამასკოში ცხოვრობდა და 7 წლამდე მუნჯი იყო. 7 წლამდე მუნჯი იყო. 7 წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა. ანუ ამ დაიწყო საუბარ ამეთყველდა, ასე ვთქვათ. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე 14 წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. ანუ იგი იმდენად განსწავლული იყო, რომ ესე იგი ამ დროისათვის ესე იგი თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. აქედან გამომდინარე, ხო? მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი, ხო, ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავღრმავდებით, ხო, მეგობრებო, აუცილებლად სინანულით, ესე იგი განვსწავლებით და იგი მოცულობითაც დიდი არის, ხო და ყველა კანონზე დიდი არის. ამიტომაც მას 4 ნაწილად
ესე იგი ყოფენ და დიდი მარხვის პირველ 4 დღეს კითხულობენ, ხო, ორშაბათს, სამშაბათს, ორშაბათს, ხუთშაბათს. ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია, ხო, ამბობს წმინდა იოანე კრონშტანტელი. ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს, მეგობრებო. ხო, აი, არაფერი მომიპარავს, ისეთი არაფერი ჩამიდენია, როგორც ყველას, მეც ისევ ცხოვრობ, ხო, არავინ მომიკლავს, თქვა, არავინ თქვა ისე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ, გასაგებია. დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ, მეგობრებო. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მოპყრობილია სულისაკენ, ხო? რომ განკურნოს იგი და თუ გვინდა ხისეულად, მეგობრებო, აღვასრულოთ, ხო, ეს სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძლოთ თავი, მიუტევოთ ერთმანეთს. ყველანაირი წყენა და გულის ტკივილი, ესე თქვა, სწორედ ამიტომაც დიდი მარხვის წინ დღესასწაული, ესე იგი დაწესებული არის შენდობის კვირა, მეგობრებო, და აუცილებლად მიუტევოთ ჩვენ და ოღონდ ისე კი არა, რომ ესე იგი როგორც პილატე დაიბანა ესე ხელები, ხო გახსოვთ, ხო, ქრისტე, როდესაც ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და მე ამ კაცის მიმართ არაფერი დანაშაული არ მიმიწვისო და ესე იგი ხელები დაიბანა. ეს იმ დროს სხვადასხვა ესეთი წესჩვეულება იყო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ესე კი არ გავაკეთეთ ჩვენ როგორც პილატე, ანუ მაინც მოგიტევეთ და ან მიწერე, ანუ ვის თქვენ მართლაც გულით გატკენინათ, ხო, მიუტევოთ იმ ადამიანს, თქო გულით მიუტევოთ და შევიდეთ, ესე თქვათ, შემართებით დიდ მარხვაში. აბა ბოდიშკი ხდით კიდევ ერთხელ, კიდე ესე იგი ვერ გამოვედი ამ ესე თქვათ ვირუსიდან, მაგრამ ღვთის წყალობით რა თქმა უნდა გამოვა და გამოჯამთლდები. თქვენც გისურვებთ ჯანმრთელობას, გაგაძლიეროთ ღმერთმა, დაგლოცო და გაგახაროთ, მოგცეთ ძალა სიყვარულისა, სინანულისა, კეთილი საქმეების კეთებისა და დაეხმარეთ, მეგობრებო, ადამიანებს უანგაროთ. მიუტევეთ და გქონდეთ სიყვარული. გიყვარდეთ, ყველაზე მეტად უფალი გიყვარდეთ. იერარქიულად დააყენეთ ქრისტე ყველაზე წინ და უკვე შემდეგ მშობლები. ჯერ ქრისტე უნდა გიყვარდეთ და შემდეგ უკვე მშობლები და შემდეგ უკვე ყველა. აბა გაიხარეთ და აკვე მინდა გითხრათ, რომ მე ღვთის წყალობით და შეწმით მთელი მარხვის განმავლობაში ავტვირთავ შესაბამისად წმინდანის ხსენების დღე იქნება, თუ ყოველ კვირას კვირა დღე არის დღესასწაული, ხო, იქ მართლმადიდებლობის დღესასწაული ზეიმი, გრიგოლ პალამას კვირა, მარიამ ეგვიპტელის და ასე შემდეგ და ანუ შევეცდები, რომ ყველა ესე იგი დღეს და შესაბამისად ავტვირთო ვიდეოები და რა თქმა უნდა, ასევე ძველი აღთმა და ახალი აღთმას ავტვირთავ წმინდა მამის განმარტებით. გაგახაროთ ღმერთმა და დიდი მადლობა.